მოგვიტანეს ბრუციანი iPhone 11. ამ მოდელს ორი კამერა აქვს და ერთი კამერიდან მეორეზე გადართვას არ აკეთებს, იჭედება. და სავარაუდოდ კამერის ბრალი უნდა იყოს. ამიტომ ახლა დავშალოთ და ვნახოთ. მოვხსნათ ქვედა ბოლტები. მეორე ბოლტიც. ეხლა კი მოვიდა ეკრანის ჯერი, უნდა განვაცალკევოთ კორპუსიდან და ამისთვის დაგვჭირდება ასეთი მისაკრობის suction cup-ი. ეს ეკრანი კლიენტს უკვე გამოცვლილი ქონდა და ამიტომ ადვილად იხსნება. ვისაც გამოცვლილი არ აქვს, იმაზე ასე ადვილად არ იხსნება ეკრანი და უკვე სხვა მეთოდია საჭირო. ამ შემთხვევაში გაგვიმართლა. ბევრი წვალება აღარ მოგვიწია. ფრთხილად დავხადოთ ეკრანი კორპუსს და აი ასე გამოიყურება შიგნიდან iPhone 11. ეს კი ჩვენი დამნაშავე კამერაა. ამის შემდეგ უკვე უნდა მოიხსნას დამცავი რკინები, რომელიც იცავს შლეიფებს ამოვარდნისგან. მოვუშვათ ბოლტები. აქ ვიღაცის პლომბი იყო და ეგეც მოვფხიკე და დამცავი რკინებიც უკვე მოიხსნა. ამის მერე უნდა ამოვაძროთ ბატარეის შლეიფი და მოვხსნათ ეკრანის შლეიფები. და ეკრანიც მოიხსნა და მოვიდა კამერის ჯერი. კამერაზეც უნდა მოვხსნათ დამცავი რკინა. და უკვე თავისუფლად იხსნება. ახლა ამოვაძროთ კამერის შლეიფები და უკვე მერე თავისუფლად ამოვა. აი ასე გამოიყურება iPhone-ის თვალები. ამ შემთხვევაში ბრუციანი თვალები. ეს იქით შევინახოთ და მოვიტანოთ დონორი. აი ეს არის დონორი, მეგობრებო. წარმოგიდგენიათ ამ ტელეფონს რა უქნა თავისმა პატრონმა? მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ დირკაა დარჩენილი, რაც ჩვენ გვჭირდება, ის მაინც აქვს. მოვხსნათ ახალი კამერა და დავაყენოთ ჩავსვათ უკან შლეიფები და მივაყენოთ ეკრანი, რომ შევამოწმოთ მართლა კამერის ბრალი იყო თუ არა. იმიტომ რომ შეიძლება პლატიდანაც მოდიოდეს ეს პრობლემა. ჩაირთო აბა რა მოხდება ახლა ვნახოთ. და როგორც ხედავთ უკვე კამერის გადართვას აკეთებს, ესე იგი კამერის ბრალი იყო ნამდვილად და ტყუილა არ ვიწვალეთ. ახლა ის გადაგვშენია რომ ავაწყოთ უკან. უკუთან მიმდევრობით როგორც დავშალეთ. დავაბრუნოთ დამცავი რკინები თავის ადგილზე. დავაბრუნოთ ეკრანი. ეკრანის დამცავი რკინები და დავუჭიროთ უკან ბოლტები. დავახუროთ ეკრანი, შევკრათ ისევ ტელეფონი. და ბოლო ეტაპი ქვედა ბოლტები, არ დაგვავიწყდეს. ისი არის ხოლმე შემთხვევები, როცა ავიწყდებათ და ქვედა ბოლტების გარეშე ატანენ. ახლა კიდე ერთხელ გადავამოწმოთ ფუნქციონალი. შევიდეთ კამერაში და მუშაობს. ასე რომ მეგობრებო, ჩვენი ტელეფონი ისევ მზად არის რესტორნის ტუალეტებში სურათების გადასაღებად.